პუტინთან ერთად ფორუმში მონაწილეობის შემდეგ კობახიძე პირველ ინტერვიუში ისევ დასავლეთს ესხმის თავს, საზოგადოების კრიტიკას კვლავ სპეკულაციებს უწოდებს, პარალელურად კი მის ციტატებს კრემლის მედია პროპაგანდისთვის იყენებს. ევროკავშირი დღითი დღე წლიდან წლამდე სუსტდება დემოკრატია, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლება, ყველა მიმართულებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ამტკიცებს კობახიძე, რომლის გუნდიც ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო თავად არის კრიტიკის საგანი ევროპელი და ამერიკელი ლიდერების მხრიდან. ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტების მიერ ტრამპზე თავდასხმის მიუხედავად, კობახიძე მაინც ამბობს, რომ შტატებთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას ელოდება. ფილმი არის როენა მამიდას თავგადასავალი საროს კიპოში, ასე უპასუხა ოცნების პროპაგანდისტმა გოგა ხაინდრავამ ფორმულას კითხვას, რაც შეეხება ფილმი, რომლის გადასაღებადაც კინოცენტრისგან 955,000 ლარი უნდა მიიღოს. მან ჟურნალისტებს შეურაცხყოფაც მიაღწია. იტალიაში 1000 ევროს ღირებულების ტელეფონის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. კაცმა გაქცევას სცადა, თუმცა ის მაღაზიის თანამშრომლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. უკრაინელებმა რუსეთში კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით დრონებით თავდასხმის შედეგად ქარხნის 2 თანამშრომელი დაშავდა, დაზიანდა ახლოს მდებარე შენობები და ქალაქის ელექტროგადამცემი ხაზები.